მეცხრე. ყველაფერი დაიწყო 2003 წელს, როდესაც რონალდუმ მიიღო თავისი პირველი შემოსავალი. როცა უმეტესობას 18 წლის ასაკში არ გააჩნია შემოსავალი და ქონება, მან ხელფასით გადაწყვიტა შეეძინა 7000 კვადრატული მეტრის სახლი, რომელიც მისი პირველი მდიდრული საცხოვრებელი ადგილი იყო. საკმაოდ ბრწყინვალე შენაძენი, სადაც იყო 6 საძინებელი, 6 აბაზანა, სრულფასოვანი სპორტული დარბაზი, კინოთეატრი, დახურული საცურაო აუზი და ჯაკუზი. მისი ღირებულება იყო 4 მილიონი დოლარი. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. როდესაც რონალდუ გადავიდა რეალ მადრიდში და სანტიაგო ბერნაბეუზე წარადგინეს, მან გადაწყვიტა კიდევ უფრო გაეზარდა თავისი საცხოვრებელი პირობები. კუთხეებში კალათბურთის ფარები, 2 აუზი და ფეხბურთის სრული მოედანი მის ეზოშია. თუმცა ეს ყველაფერი ახლოსაც არ არის რონალდუს ყველაზე ძვირადღირებულ სახლთან. 2015 წელს რონალდუმ შეიძინა თავისი პირველი სახლი ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 მილიონ დოლარად, ნიუ-იორკის ტრამპ თაუერში აპარტამენტი. ეს კორპუსი, რომელიც დონალდ ტრამპის საკუთრებაა, ცნობილია თავისი მაღალი დონის უსაფრთხოებით და ექსკლუზიურობით.